დღეს გეტყვით 10 მითზე, რომლითაც ხშირად ექიმებსაც კი სჯერათ, ჩვენ სულ გვინდა გარკვეულობა. მაგალითად, ექიმი თუ შეხედავს რენტგენის სურათს და ხელია მოტეხილი, გეტყვის რომ აი ხაზია მოტეხილობის და აი მოტეხილობაა. სინამდვილეში ბევრ რამეზე ესეთი გარკვეულობა არ გვაქვს. ანუ ესე შავ-თეთრად არაა ყველაფერი, რომ ის თეთრი ხაზი მოტეხილობა იყოს. ამიტომ გეტყვით რა არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს სხეულს არ ვალნოთ. პირველი არის კივილგამაყუჩებლები, რომელსაც ყოველდღურად ვიღებთ. ასპირინი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ყველაზე ხშირი რაც არის ხოლმე. ადამიანები ვიღებთ სიცხის დროს, ტკივილის დროს, სახსარი ეტკინა ადამიანს, მიიღებს სიცხე აქ მიიღებს, გაცებულია, მიიღებს და ეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები ქვია ამ ტკივილგამაყუჩებლებს ზოგადი სახელი. ჩვენ ვეძახით ხოლმე უბრალოდ ტკივილგამაყუჩებლებს, მათ შორის აი დექსალგინი და კეტოპროფენი და რაღაცები, რომ ყველაფერი ერთიანდება კლასში, რომელსაც ქვია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები. მათ შორის ნიმესილი და ეს ნიმესულიდი და ეგენი როა. ან თითქმის ყველაფერი, რასაც ვეძახით ტკივილგამაყუჩებელს, ერთიანდება აი ამ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების კლასში. და ჩვენ ვიღებთ და გვაქვს იმედი, რომ ტკივილს გააყუჩებს, სიცხეს დაუწევს და ესე. სინამდვილეში აკეთებს ეს წამლები ესეთ რამეს, რომ ჩვენ ორგანიზმში თრგუნავს აბლოკირებს ციკლოქსიგენაზას, მოლეკულას აბლოკირებს მოკლედ და ეს მოლეკულა მოქმედებს ბევრ რამეზე. ანუ დაახლოებით ეგეთი რაღაცაა, რომ თუ სადმე დაზიანება გაჩნდა, იქ მივიდა სამაშველო, ხო? ან მეხანძრები მივიდნენ რა და მეხანძრების ხმაური ატყდა. მოკლედ სირენები და რაღაცები. შენ თუ დაბლოკავ ამ მეხანძრების მანქანებს თუ ააფეთქებ, ხო, კი, იქ გაჩნდება. და ვეღარ წავა იმ ადგილზე, აღარ სირენების ხმა არ გექნება. მაგრამ ის პრობლემა სხვა არ მოგვარდება. ზუსტად ეგეთ რაღაცას აკეთებს ზოგ შემთხვევაში და არც თუ ისე იშვიათ ბევრ შემთხვევაში ეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები ანთებას ამცირებ ორგანიზმში, მაგრამ ანთებას რომ ამცირებ იმის პარალელურად ერთი სისხლს ათხიერებ და სისხლს თუ ძალიან გაათხიერებ, რა მოხდება? ადამიანს დაემართება სისხლდენა. შეიძლება ანთება შეამცირო, მაგრამ ანთებას რო შეამცირებ, თან კუჭის ლორწოვანი გარსისთვის აუცილებელი არის აი ეს მოლეკულები, რომელსაც აბლოკირებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს, ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი, კეტოპროფენი, დექსკეტოპროფენი, ნიმესულიდი და ასე შემდეგ ესენი. ყველა რასაც ჩვენ ანთების საწინააღმდეგოდ ვსვავთ, აბლოკირებს კუჭის დამცავი გარსის გამომუშავებას. და კუჭი არ დაუცველი. და მე კუჭი ღიზიანდება და ამიტომ ახლა რომ ამ პირველი რას გეუბნებია, რომ თანო კუჭის დამცავი დალიაო, რომ კუჭი არ გაღიზიანდესო. ანუ დამცავის აზრი რა არის მჟავის წარმოქმნას ხელს უშლის კუჭის მჟავის. და კუჭის მჟავა რო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ კუჭის დაცვაც არ არის, ნაკლებად ღიზიანდება კუჭი. ეს ხდება, ეს არის აზრი. ანუ ერთი შეიძლება ადამიანს დაემართოს სისხლდენა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს თუ იღებს, მეორე შეიძლება გაუღიზიანდეს კუჭი. და შემდეგი რაც აკეთებს ეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები არის, რომ სისხლძარღვებს ავიწროებს მოკლედ და თირკმლის სისხლმომარაგება მცირდება, გულის დაავადებების რისკი იზრდება, ინსულტის რისკი იზრდება. პროსტაციკლინი ეგეთი მოლეკულა, რომელსაც ჩვენი სისხლძარღვები გამოიმუშავებს და რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სისხლძარღვები მოდუნდეს. სისხლძარღვები მოდუნდება, სისხლის მოგწევა კარგია. თუ სისხლძარღვი შევიწროებულია, სისხლის მოგწევა ცუდია და იქ დიდი შანსია, რომ თრომბი გაჩნდეს, დაჯდეს და ადამიანს დაემართოს ან ინფარქტი ან ინსულტი. ამიტომ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანი არიან და დიდი ხანი იღებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს, მათ შორის ასპირინს, იბუპროფენს, ნაპროქსენს, მეტი ალბათობა აქვთ გულის დაავადებებისაც. ანუ კუჭს აღიზიანებს, გულისთვის ცუდია, თირკმლისთვის ცუდია, ინსულტის რისკს ზრდის. ანუ ძალიან დიდი პრობლემები აქვს, ამიტომ არის, რომ მაქსიმალურად დაბალი დოზა უნდა მიიღოთ, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უნდა მიიღოთ, ყველაზე ნაკლები ხანგრძლივობით. თუ მაინც რისკები არის, მოკლედ ნაპროქსენი შედარებით გულს ნაკლებად ეხება, მაგრამ კუჭისთვის ძალიან ცუდი. და იბუპროფენი
კუჭისთვისაც სრულია, მაგრამ გულსაც შედავით მეტად ეხება. თუმცა, თუ ზოგადად ადამიანი ჯანმრთელია, მისი მიღება შეიძლება, რა თქმა უნდა, და ესე ყოველდღიური მოხმარების ტკივილგამაყუჩებლები და ათების საწამლო პრეპარატებია და 3 დღის განმავლობაში. ანუ ექიმის რეცეპტის გარეშე და ექიმის დასტურის გარეშე 3 დღის განმავლობაში შესაძლებელია. მათი ხანგრძლივად მიღება არ არის რეკომენდირებული. უკვე მაგალითად 3 დღის მერე 5-7 დღიდან უკვე შეუძლიათ რომ თირკმელი დააზიანონ, სისხლის რისკი გაზარდონ და ასე შემდეგ. მეორე დიდი მითი არის წელის ტკივილისას რომ გეუბნებიან რომ მოდი MRI გადავიღოთ. ეხლა რაშია საქმე? წელის ტკივილის უმეტესი ნაწილი არიან კუნთების სპაზმი, კუნთების დაჭიმულობა, კუნთების მიკროტრავმები, რაღაცა მozgis მოკლედ კუნთებს მექანიკურად რა, მექანიკური პრობლემაა ძირითადად, როცა წელი ტკივა უმეტესად მექანიკური პრობლემაა. და ამ მექანიკურ პრობლემას რომ უპირისპირებ MRI-ს, ანუ MRI ჯერ ერთი დისკომფორტია დიდი, მეორეც ერთი ძვირია ძალიან. ნუ კაი, თქვათ ფული გაქვს, დრო გაქვს, მიდიხარ იკეთებ. მესამე დიდი პრობლემა არის ეგეთი, რომ სინამდვილეში ხო კუნთების ტკივილია, ეს MRI აჩვენებს ძალიან მაღალი ალბათობით აჩვენებს რაღაცა შეცვლის. ანუ ხერხემაში რაღაცა შეცვლილი იქნება, ან პროტრუზია იქნება, მალე იქნება გამოსწეული, ან მალები იქნება რაღაცაზე განლეული, ასაკობრივად რაღაცა დაზიანებას აჩვენებს, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს რეალურად მანქანები არა ვართ, ხო, რომ რაღაც იდეალური ხაზებით გქონდეს ყველაფერი შეერთებული, ესე არ არის. ცხოვრების განმავლობაში მუდმივად გვაქვს ზოგს პროტრუზია, ზოგს ის მალა გამოვარდნილი, ზოგს ისა არ გვაწუხებს და ვერ შეიძლება ისე გავიდეს მთელი ცხოვრება, რომ არასდროს არ შეაწუხოს მაგან ადამიანი. ანუ მქონდეს მალის გამოვარდნა, მაგრამ არ იყოს შემაწუხებელი. მეორეს მხრივ შესაძლებელია, რომ ეს მალები იყოს განლეული და საერთოდ ვერ ხვდებოდეს ადამიანი მაგასაც და ხშირად აბრალებენ მერე, რომ იცი რა, ეს მალა გამოწეული და მაგის ბრალია ის იმეშრება იქ და მერე აკეთებენ არასაჭირო ოპერაციებსაც. და თან ეუბნებიან ადამიანს რომ მალა გამოწეული და ნუ იმოძრავებ შენ და მაშინ კაცო ამ ადამიანს სიამბლეში გაუვლის ეს ყველაფერი 6 კვირაში. ანუ კუნთის დაჭიმულობა იყო, ანუ წელის ეს ტკივილის 90% თითქმის არის მექანიკური. აუ უმეტესობა მოკლედ მექანიკურია, განსაკუთრებით თუ რაღაცა სხვა წელის პრობლემები არ ქონდა წარსულში ამ ადამიანს სერიოზული. და რო გეუბნებიან რომ MRI გაიკეთე, მერე ამაზე იმკურნალე, მერე სახში გაჩერდი, მერე ეს ანუ არასაჭირო მკურნალობას იღებ, არასაჭირო შიშებს იღებ, ზედმეტ ფულს ხარჯავ და მიზეს ვერ მკურნალობ. ხო, ან მიზეზი არის ის რომ მოიცადე 6 კვირა და 6 კვირაში გაივლის. უმეტეს შემთხვევაში. ხო, აქ არ არის საუბარი იმაზე თუ არის წითელი დროშები, ან თუ რაღაც ნევროლოგიური სიმპტომები ძლიერდება, დაბუჟებები პროგრესირებს და ან სიმსივნეზე არის რისკი და რაღაცა ადამიანს აქვს ეს წინაპირობები, ან სიცხე აქვს თან ადამიანს მნიშვნელოვანი და რაღაცა მნიშვნელოვან პროცესებს ველოდებით ხერხემალში. ამ დროს რა თქმა უნდა MRI და ყველაფერი საჭიროა, რაც რის გაკეთებაც შეიძლება უნდა გაკეთდეს, მაგრამ საუბარია შემთხვევების უმეტეს ნაწილზე MRI პირიქით სრულ ინფორმაციას გაძლევს და მე აკეთებ და ურტყავი, სადაც არც გჭირდება, არც შედეგი გაქვს, ფულს ხარჯავ, ნერვებს ხარჯავ და არ არის რაციონალური მიდგომა. ამიტომ მედიცინაში მიიჩნევა, რომ ძალიან ხშირად MRI კეთდება არასაჭიროდ წელის ტკივილის დროს. მესამე მნიშვნელოვანი წამალი, რომელსაც იყენებენ ხშირად ადამიანები და გონიათ რომ არის და მათ შორის ექიმებსაც გონიათ რომ არის უსაფრთხო და თან ეფექტური, თუმცა ეფექტური არის, მაგრამ ბოლომდე უსაფრთხო არ არის კუჭის დამცავები. კუჭის დამცავებს ეძახიან ხოლმე პროტონულ ტუმბოს ინჰიბიტორებს. ხო, მედიცინაშიც მოიხსენება ესე, მაგრამ ნუ პროტონულ ტუმბოს ინჰიბიტორებს ეძახიან და რას აკეთებს? ესენი არის ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ეს პრაზოლები მოკლედ რა. მჟავის გამომუშავებას კუჭი უშლის ხელს. და ნაკლები მჟავა რო გამომუშავდება, კუჭი ნაკლებად ღიზიანდება, მე თუ მჟავიანობა აქვს ადამიანს მაღალი და გულწმარვა შემცირდება, ან თუ წყლული აქვს, წყლული სივრცე ეძლევა რომ აღდგეს, ნუ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში ხოლმე რომ ეს ჰელიკობაქტერ პილორის განადგურება მოხდეს ბაქტერიის და აღდგეს ის დაზიანებული ლორწოვანი, დაზიანებული ეროზია ან წყლული. ამ დროს ნიშნავენ ან გულზმარვის დროს
გასტრიტის დროს, წყლების დროს და ძალიან ეფექტურია ეს კუჭის დამცავი. ზოგჯერთ წამალთან ერთად, აი ანთების საწარმოო არასტეროიდებთან ერთად ნიშნავენ ხოლმე და მაგ დროსაც ძალიან ეფექტურია მოკლედ. და რადგან ეფექტურია ადამიანებს გონიათ რომ იცი არა იმხელა სარგებელი, მაგრამ მოდი დიდი ხნის განმავლობაში მივიღებ და სინამდვილეში დიდი ხნის განმავლობაში მიღება არ შეიძლება. რატო? ერთი რომ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანის ატროფია, ან განადგუროს კუჭის შრე მოკლედ ნელ-ნელა. მეორე რომ შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი ბაქტერიების ზრდას, Clostridium difficile ესე ქვია მაგალითად, რომელიც იწვევს ფაღარად და რომელიც მძიმეა მოკლედ ნაწლავებისთვის, ანუ ინფექციების რისკი შეიძლება გაზარდოს, მაგნიუმის შეთვისება შეამციროს, რკინის შეთვისება შეამციროს, მაგას მჟავა ჭირდება, B12 ვიტამინის ათვისება შეამციროს, მაგასაც მჟავა ჭირდება და ადამიანს განვითარდეს სერიოზული დეფიციტები, მოტეხილობის რისკი გაეზარდოს, რკინადეფიციტური ანემია გაეზარდოს, ნერვული სიმპტომები ქონდეს B12-ის დეფიციტის გამო. ამიტომ აი მთელ კომპლექს ბუკეტს ესე ვთქვა იწვევს სიმპტომების და ნიშნების და დეფიციტების დიდხანს როცა არიან ადამიანები კუჭის დამცავებზე და არ არის საუბარი აქ 4 და 8 კვირაზე, საუბარია როცა არიან წლების განმავლობაში ეს ადამიანები და ხო ზოგჯერ იძულებულები ვართ რომ წლების განმავლობაში ადამიანს მიიღოს ეს, მაგალითად თუ სისხლდენის რისკია, მაშინ კი არის ზოგჯერ ჩვენება რომ წლების განმავლობაში მიიღოს კუჭის დამცავები ადამიანმა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს საჭირო არ არის. და საუკეთესო რეჟიმი ამ დროს არის და კვებამდე დაახლოებით 60 წუთით ადრე, შეიძლება 9 საათით ადრე, რომელიმე პრაზოლი მიიღოს კვებამდე რა და მაგ დროს იმატებს ყველაზე მეტად მჟავიანობა. ხო, ძირითადად არის ხოლმე ომეპრაზოლი, ყველაზე ხშირი, ყველაზე იაფი რაც არის, ძირითადად 40 მილიგრამი. და ნუ მისი ეკვივალენტი სხვები, თუ სხვების მიღებაზეა საქმე. რომელია ყველაზე უკეთესი ხა ამ შორის, ამათ შორის ამ ყველაზე უსაფრთხო, ზოგადად პანტოპრაზოლი მიიჩნევა ყველაზე უსაფრთხოდ, იმიტომ რომ ასაკოვნებში, ან წამათ შორის ურთიერთქმედება ყველაზე ნაკლები რა და მაგიტომ მიიჩნევა, თორე ისე გვანან ერთმანეთს ძალიან მოქმედებებით, ეფექტურობითაც ძალიან გვანან, ნუ ლანსოპრაზოლი უფრო პოპულარულია, ომეპრაზოლი ყველაზე იაფიანია, პანტოპრაზოლი ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა, აი ასაკოვნებში ვინც ბევრ წამალსვამთან იღებს, მიიჩნევა რომ უფრო პანტოპრაზოლია და ანუ მაგ დროს როცა ძალიან საჭიროა, ყველაზე დაბალი უსაფრთხო დოზა უნდა დაინიშნოს და ეგ უნდა იყოს შემანარჩუნებელ დოზად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კუჭის დამცავებზე, რაც უნდა ვიცოდეთ. მეოთხე მითი არის რომ აპენდიციტი იგივე ბრმა ნაწლავმა იცით ტკივილი მარჯვენა მხარეს ყოველთვის ასე არ არის, თორე ანუ უმეტესად ასეა რომ მუცლის მარჯვენა მხარეს იცით ტკივილი 50% შემთხვევაში, 50% შემთხვევაში. დანარჩენი მეორე 50 შეიძლება იყოს საშარდე სისტემისკენ, ქვევით მენჯისკენ მაგალითად, შეიძლება ფერდით ტკიოდეს, უკან ტკიოდეს ადამიანს, ზურგი მტკივა შეიძლება იძახოდეს, შეიძლება თუ ორსულია ზევით ტკიოდეს ცოტა, შეიძლება უფრო ცენტრალურად ან ხშირად ჭიპის გარშემო იწყება ტკივილი და მე გადადის მარჯვენა მხარეს. ამიტომ ბრმა ნაწლავის სიმპტომები ნუ აპენდიციტი არის ჭიაყელა დანამატის ანთება, მაგრამ ბრმა ნაწლავს ვეძახით ხოლმე ჩვენ, იმიტომ რომ ბრმა ნაწლავზე მობმული ეს ჭიაყელა დანამატი. ხო, და ზოგადად ამიტომ ჩვენ ცნობილია როგორც ბრმა ნაწლავი. და აი ეს სიმპტომები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, არ არის კლასიკური რომ ჭიპის ირგვლივ დაიწყო და მერე გადაინაცვლა მარჯვენა მხარეს, მუცლის მარჯვენა ქვედა მხარეს, ესე კლასიკურად ნახევარ შემთხვევებში არ მიმდინარეობს, ნახევარში მიმდინარეობს და მიხვდები. და როცა ადამიანს აქვს რაღაცა მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ცოტა სიცხე, დააჭერდა ტკივა, გეუბნება რომ თავიდან ჭიპის ირგვლივ მტკიოდა, მე რაღაცა უფრო მარჯვნივ გარმოინაცვლა, ეგრევე ხვდები რომ აპენდიციტია. მაგრამ ასაკოვნებში შეიძლება ასე არ იყოს. ასაკოვნებში შეიძლება ტკივილი საერთოდ არ იყოს ძალიან მკვეთრად გამოხატული. ორსულებში შეიძლება ტკივილი ზევით იყოს. შეიძლება აპენდიქსის მდებარეობას გააჩნია, შეიძლება უფრო უკან იყოს ტკივილი და ასე. ანუ ვინაიდან სიმპტომები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუ
ზოგადი პრინციპი ესეთია, რომ თუ კი ახლად დაწყებული მუცლის ტკივილია, რომელსაც თანახავს მადის დაქვეითება და გულისრევის შეგრძნება და მოძრაობისას ტკივილი, სიცხე ან ლოკალური მტკივნეულობა, ანუ რომ აი გეუბნება რომ აქ მტკივა, მაგ დროს ეჭვი უნდა მივიტანოთ იმაზე, რომ ხომ არ არის აპენდიციტი. რა თქმა უნდა, ეს ამაზე არ უნდა დაშინდეს ადამიანი და ყოველი მუცლის წამოტკიება არ უნდა იფიქროს, რომ აპენდიციტია, იმიტომ რომ საკვების ჭამის მერე ზოგჯერ ხშირად არის მუცლის ეს ნაწლავების სპაზმი და ეს სპაზმი არის მტკივნეული და გაივლის ძალიან მალე. ამაზე არაა საუბარი, აქ საუბარი, როცა სერიოზულად ტკივა ადამიანს, როცა მადა დაკარგა, როცა მოძრაობისას ტკივა, ეს ამ დროს ეჭვი უნდა მივიტანოთ აპენდიციტზე და აპენდიციტის მკურნალობა არის ოპერაცია უმეტეს შემთხვევაში. შემდეგ მნიშვნელოვანი მითი არის კორტიკოსტეროიდების შესახებ. იყო პერიოდი, რომ კორტიკოსტეროიდები, ანუ ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული საშუალებები მიიჩნეოდა პანაცეად, მიიჩნეოდა რაღაც მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ადამიანი რო ცუდად არის, ამ სტეროიდებს რო გაუკეთებდნენ, ეგრევე უმჯობესდებოდა რა და აი ერთბაშად აქვს უნარი რომ დათრგუნოს აი ცუდად ყოფნის განცდა. იცით ალბათ რომ რაღაცა აი მაგალითად შეიძლება ძალიან ცუდად იგნოს ადამიანმა თავი და რაღაცა რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოხდება ხოლმე ძალიან ძლიერი სტრესი, ხო? ან მაგალითად დედას ყავს შვილი დასაცავი ან რაღაცა ისეთ და უცებ ავიწყდება ამას თავისი ისინი ყველაფერი და მობილიზებული ხდება ადამიანი ეს ტკივილები ისინი გადის, ხო? ანუ ჩვენ ორგანიზმში გამომუშავდება ზუსტად ეს კორტიკოსტეროიდები, რომელიც აი ამ მომენტალურ კარგად ყოფნას უზრუნველყოფს, მაგრამ ამის წამლად მიღება და წამლად გამოყენება არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ ბევრ ცუდ საქმეს აკეთებს ერთდროულად, მოკლედ, ერთი რომ თრომბების რისკს ზრდის, მეორე რომ გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევას იწვევს და დიაბეტის რისკს ზრდის, მადას აძლიერებს, იმუნიტეტს ასუსტებს და ინფექციები თუ აქ ადამიანს შეიძლება ის ინფექცია კარგად ვარო და ისეთ ძალიან გაძლიერდეს ის ინფექცია, რომ ამ ინფექციის გამო დაიღუპოს ადამიანი, ამიტომ საშიშია რეალურად ანთების საწინააღმდეგო სტეროიდების გამოყენება, ამიტომ მთელი მსოფლიო გადავიდა არასტეროიდებზე რა და მარტო ძალიან კონკრეტულ შემთხვევებში გამოიყენება ხოლმე სტეროიდები და ბევრი რეკომენდაციით მოწოდებულია, რომ ანთების საწინააღმდეგო სტეროიდები მარტო ძალიან ცალკეულ იშვიათ შემთხვევებში იქნეს გამოყენებული და თან კიდე ცირეხნიანი მათი გამოყენებაც კი მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ემბოლიის რისკს, დიაბეტის რისკს, ხანდაზმულების ასაკში ოსტეოპოროზის რისკს, გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევის რისკს და დიაბეტის და ან მნიშვნელოვანი პრობლემები მოაქვს, ამიტომ სტეროიდებთან დექსამეტაზონი მაგალითად იყო ერთი ქართველი ექიმი ძალიან ცნობილი სხვა შორის და დექსამეტაზონს ნიშნავდა აქეთ-იქით სულ თითქმის ყველა ვინც მივიდა დექსამეტაზონით უშვებდა. ხო და არ არის ეგ მიდგომა სწორი, არ არის, არ შეიძლება ეს. ექვსე მითი არის ბენზოდიაზეპინების უსაფრთხოებაზე. ექიმები ხშირად ნიშნავენ ხოლმე ბენზოდიაზეპინებს გრძელვადიანად. ეხლა რა რომელი წამლებია ესენი გაგიგიათ ალბათ ყველა დიაზეპამი, ალპრაზოლამი, ლორაზეპამი, კლონაზეპამი და აი წინ და უკან ნიშნავენ ხოლმე მართლა ექიმები ამას როგორც დამამშვიდებელს რა, რომ აი სინამდვილეში როგორ არის ხა აი ეს ბენზოდიაზეპინების დანიშვნა აუცილებელი არის და ხდება აუცილებელი, როცა ადამიანს აქვს აი რაღაცა ძალიან ძლიერი შეტევა, მაგალითად პანიკური შეტევა და რაღაცა ძალიან ძლიერი შფოთვა, ძალიან ძლიერი აგზნება, კრუნჩხვები, ალკოჰოლის მოხსნის სინდრომი, კუნთების სპაზმი და როცა სედაცია უნდათ დაამშვიდონ ადამიანი ძალიან მნიშვნელოვნად ძლიერად და მოკლე ვადაში, მაგრამ რეალურად მისი გამოყენება ხანგრძლივად არ შეიძლება მოგეთ ბევრი ცუდ საქმეს აკეთებს. ჯერ ერთი რომ ადამიანი ეჩვევა მაგ დოზას და მე უფრო და უფრო ძლიერი დოზები ჭირდება იგივე ეფექტის მისაღებად და ტვინისთვის ცუდია, მეორე რომ ტვინს აზიანებს თვითონ, მაგალითად მეხსიერებას აუარესებს და კოგნიტურ ფუნქციებს ტვინსაც აუარესებს, ანუ ჩათვალე რომ ტვინს რეალურად ანადგურებ რა, ანუ ამას რო იღებ ტვინს ანადგურებ და ეს უდიდესი ცუდი საქმეა რეალურად გრძელვადიანად რაც შეიძლება შენ ტვინს გაუკეთო
და ეს მიჩნევა, რომ ეს ბენზოდიაზეპინები გრძელვადიანად უსაფრთხო არ არის. მათი მხოლოდ ხანმოკლე გამოყენება შესაძლებელი და ხანმოკლე იგულისხმება, რომ მაგალითად 1 დღეს გამოიყენო მარტო და არა 5 დღე და არა 20 დღე უმეტესად. და როცა საჭირო ხდება ხოლმე, მე ანტიდეპრესანტები გამოიყენება, როგორც ეს სეროტონინის უკუმულაციების ინჰიბიტორები, სხვები, რომელიც უსაფრთხოა ბევრად უფრო და გრძელვადიანი მოქმედება აქვს და მომენტალურად ახლა თუ ადამიანი ძალიან სულად საჭიროა, მაშინ შესაძლებელია კი ბენზოდიაზეპინების გამოყენება, ამიტომ მათი უსაფრთხოება არის ხოლმე, რაც ექიმებს ხშირად ეშლებათ. და შემდეგ მითი არის, რომ ყველა კრუნჩხვარი ეპილეფსია, ესე არ არის, ადამიანი შეიძლება კრუნჩხვა განუვითარდეს სხვა მიზეზის გამო. დაახლოებით ესე არის, რომ კრუნჩხვა შეიძლება გავდეს, რაც ერთჯერადად მოკლე ჩართვა მოხდა და გადაიტვირთა ქარხანა, ან გადაიტვირთა რაღაც. და ამუშავდა ისევ. აი ესე არის ტვინისთვის. შეიძლება კრუნჩხვა იყოს ადამიანს ჰქონდეს მაღალი სიცხის გამო, ბავშვებში მაგალითად მაღალ სიცხეზე ემართებათ კრუნჩხვა, მაგრამ ის აღარასდროს შეიძლება არ განმეორდეს. ეს არ ნიშნავს, რომ მას ეპილეფსია აქვს, არ ნიშნავს, რომ რაღაცა განსაკუთრებული რამე შიშია. შეიძლება დაბალი შაქრის გამო, მენინგიტის გამო, ენცეფალიტის გამო, ანუ ბევრმა სხვა მოვლენამ, რომელიც ტვინზე მოქმედებს, შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვა, ეს არ ნიშნავს, რომ ეპილეფსია, ეპილეფსია ძირითადად არის ტვინი მიდრეკილია ამ მოკლე ჩართვებისადმი და განმეორებითად ხდება ხოლმე ეს მოკლე ჩართვები მაგალითად ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ განვითარდება ადამიანის კრუნჩხვები, რაიმე კონკრეტული წინაპირობა თუ არ აქვს, ეს შესაძლებელია იყოს ეპილეფსია, მაგრამ თუ ერთხელ განუვითარდა, ვთქვათ, ბავშვს მაღალ სიცხეზე, ეს არ ნიშნავს, რომ ეს კრუნჩხვა ეპილეფსია. და შემდეგი მითი არის სატურაცია, რომ ანუ ნორმალური სატურაცია ნიშნავს აუცილებლად ყველაფერი კარგათა არა, ანუ ეს სისხლის უჯრედების გაჯერება ჟანგბადით, მაგრამ ეს გაჯერება შეიძლება ორგანიზმს უჯრედებს ძალიან ძვირი. მაგალითად, ადამიანს პულსი ჰქონდეს ძალიან აჩქარებული, სუნთქვა ჰქონდეს ძალიან ხშირი და სატურაცია ნორმაში იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმაშია, ანუ ფილტვების გულფილტვის ჯანმრთელობას ზომავს არაპირდაპირ სატურაცია და მაგრამ ამ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მაგრამ აქ უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ თუ ადამიანს სუნთქვა ძალიან აჩქარებული აქვს, დაკომპენსირებულია და ადამიანი ძალიან სუსტად არის, ხო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სატურაცია რო ნორმაშია, ესე იგი ყველაფერი კარგადაა, სატურაცია ნორმაში მიიჩნევა 95 და ზევით. ზოგადად კარგი ხელსაწყოა, ანუ სატურაციის საზომი და ხშირად ინფორმატიულია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ არასაკმარის ინფორმაციას გვაძლევს. და მეცხრე მითი არის, რომ თუ ადამიანს სიცხე არ აქვს, ესე იგი ყველაფერი კარგადაა და ინფექცია არ არის, ან სერიოზული პრობლემა არ არის. ასე არ არის და რატომ? ესე იგი, შეიძლება ორგანიზმი იყოს ისე დასუსტებული, რომ სიცხე არ ქონდეს, ანუ ეს რეაგირება, ძლიერი რეაგირება ინფექციაზე არ ქონდეს ადამიანს, მაგრამ სეფსისი მაინც განვითარდეს. სეფსისი არის უკიდურესი მდგომარეობა, რეალურად ბაქტერიები, როცა იწყებენ ორგანიზმში შეჭრას მნიშვნელოვნად და ორგანიზმს აქვს არა ეფექტური, არა სათანადო რეაქცია, მაგალითად იმის ნაცვლად, რომ თუ თქვათ მოხდა სამზარეულოში ხანძარი, სამზარეულოში უნდა ჩააქრო ხანძარი და არა მთელი სახლი დატბორო. დაახლოებით როცა ესეთი რეაქცია ვითარდება, ეგ არის ხოლმე სეფსისი. ანუ ორგანიზმს ძალიან არასათანადო რეაქცია აქვს და სეფსისი საათების ამბავია და იმიტომ ამახვილებს სეფსისზე ყურადღებას, რომ სეფსისი 10 მილიონ ადამიანს კლავს სოფლიოში ყოველ წელს, ანუ ძალიან ბევრი ადამიანს კლავს და ძალიან დიდი პრობლემაა რეალურად. ამიტომ თუ ადამიანს ფილტვების ანთება აქვს, ყურადღება ძალიან საჭირო და ვენური ანტიბიოტიკები ჭირდება ხოლმე, თუ კი სეფსისი გადადის, ან თუ მივარდა ადამიანი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სიცხე არ ქონდეს, თუ მივარდნილია და სუსტად არის დაბნეულობა ადამიანს, კი შეიძლება რომ სეფსისი განვითარდეს, ასევე საშარდე გზების ინფექციიდან შესაძლებელია. ამიტომ სეფსისის უგულებელყოფა არ შეიძლება. და მეათე მითი არის, ახალგაზრდა ასაკში არ შეიძლება გულის დაავადები განვითარდეს, შეიძლება რომ განვითარდეს და ახალგაზრდა ასაკს უსმენს თქვათ აი 45 წელს ქვევით. შესაძლებელია ქოლესტერინის ამიტომ კონტროლი ჭირდება, ზოგიერთ გენეტიკური დაავადება შეიძლება იყოს, იშვიათი და თქვათ არ გაუმართლოს ადამიანს რაღაც ესეც შესაძლებელია, მოწევა მნიშვნელოვნად ზრდის
რისკს, ვეიპინგი, სტიმულანტების გამოყენება, კოკაინის გამოყენება, ამფეტამინების გამოყენება, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, როცა მომატებულია ქოლესტერინის მომატებულია, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიების დროს, დიაბეტის დროს, მაღალი წნევის დროს, სიმსუქნის დროს, როცა ადრეული გულის დაავადებების ისტორია აქვს ადამიანს, ავტოიმუნური დაავადებების დროს, თირკმლის დაავადებები, ან ბევრ შემთხვევაში შეიძლება ქალებში მაგალითად სპონტანურად არტერიის დისექცია შეიძლება განვითარდეს და ანუ ახალგაზრდა ასაკში შეიძლება ადამიანს დაემართოს გულის შეწევა. ხო, ანუ უარესი კიდე. დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ ამიტომ რომ რეალურად ალბათობებზე არა, რაც ჩვენ შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ და ჩვენ შეგვიძლია ის, რომ წნევა გავაკონტროლოთ, წონაში დავიკლოთ, ფიზიკურად აქტიურები ვიყოთ, მოწევას თავი დავანებოთ, ქოლესტერინი ვაკონტროლოთ. ეს არის ის მინიმუმი რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის რომ ალბათობები გავზარდოთ რომ მეთხანს ვიცოცხლოთ. ხო. ახლა მინდა გითხრათ რომ გავაკეთე პოდკასტი სურა ლეკიაშვილთან ერთად, ქართველი კომიკოსია და იცი ალბათ და ვისაც გაქვთ სურვილი, ჩემი ახალი არხი შეგიძლიათ ნახოთ, გადახვიდეთ, დალაიქოთ, გამოწეროთ საინტერესო პოდკასტები დაიდება, უკვე გვაქვს ერთი პოდკასტი გაკეთებული და ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ გამოწეროთ, დალაიქოთ ის გვერდიც და იქაც მიყუროთ ხოლმე კვირაში ერთხელ სავარაუდოდ დაიდება იქ პოდკასტები ორშაბათობით ვისაუბრებთ ადამიანზე და აი ღრმა საუბრები იქნება იუმორით შემსუბუქებული, შელამაზებული. აი ეს იქნება ძირითადად ის. ხო. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, ვისაც გაქვთ სურვილი დონაციები შეგიძლიათ აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები მითითებული და შეგიძლიათ იქიდან დონაციები გააკეთოთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა თქვენი ინტერესისთვის და ყურადღებისთვის.